დაიღუპა და ჩვენ ვერაფერი ვერ გავაკეთებთ. შემდეგი გაგზელება რომ დამატება რო იქნება რომ ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც იქნება მართვის სადავებთან, ის იქნება უთავმოყვარეო, უპრინციპო, უგერგილო და სამარცხვინო. დიახაც, დღეს, ვინაიდან ქართული ოცნებაა მართვის სადავებთან, მე ვამბობ, რომ ჩვენ ყავს უპრინციპო, უთავმოყვარეო და თავიდან ბოლომდე ღირსება, აყრილი ხელისუფლება, რომელმაც ელემენტარულად ვერ მოახერხა გიგა 82-ას მკვლელებით დასჯა და მეტიც საერთაშორისო დონეზე ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ საჭირო პროტესტის კონსოლიდაცია მომხდარიყო. ამიტომ, როდესაც შენ თვითონ არ სვამ საკითხს მწვავედ, უნებრივია სოფლიო თანამეგობრობა შენზე მეც ვერასოდეს ვერცეთ დროსა და სიცხეში ვერ გააკეთებს. ამიტომ ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი და მანამ სანამ გიგა 82-ას მკვლელები დადიან დაუჯერლები თავისუფლებაზე, ხელისუფლება არის უთავმოყვარეო და უპრინციპო. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობა პირისპირ არის დატოვებული საოკუპაციო რეჟიმთან. იქ რომ ყოფილიყო ის ბლოკ საგუშაგოები განთავსებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაციამ 2012 წელს გააუქმა, გიგა 82 დღეს იქნებოდა ცოცხალი. ოკუპაციო რეჟიმის პირობები.